რა გელოდებათ მალე ადამიანებისგან. ადამიანების ორი კატეგორია იქნება. ადამიანები, რომლებიც კეთილშობილები იქნებიან, შიგნით დამუშავებული ექნებათ საკუთარ თავში ყველა ის პრობლემები და ბნელის მდგომარეობები, რასაც გამთლიანებაში გასწავლით და ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავი დამუშავებული არ აქვთ და შუმანის რეზონანსის ზრდის გამო, დედამიწაზე ღვთიური ენერგიის ზრდის გამო, ეს ადამიანები დაიმსგავსებიან ცოფიან ძაღლებს და უკვე დაიწყო ეს პროცესი. კეთილშობილები უფრო კეთილშობილები გახდებიან და ძალით მოსილები, ხოლო არაკეთილშობილები უფრო არაკეთილშობილები და ბოღმით სავსე და თავს ვერ შეიკავებენ და როგორც შეპყრობილები ისე დაიწყებენ მოქმედებებს. დაცემულთა კასტა იქნება ძალიან საშიში ადამიანებისთვის. ისინი იწყებენ ისეთი მოქმედებების გაკეთებას, რომელი მოქმედებებიც იქამდე არ გაუკეთებიათ და არც ყოფილა ნორმა აქამდე. უმიზეზოდ დაკარგავენ თქვენს მიმართ კონტროლს და გეცემიან. ხოლო მისი კონტროლის დაკარგვის მიზეზი ხარ შენ, როგორც შუქის მატარებელი. და შენ რომ დაგინახავს, შენს გვერდით რომ გაჩერდება, უბრალოდ გაღიზიანდება შიგნით ისე, იფიქრებს რომ შენ ხარ ამის მიზეზი. და ამის მიზეზი სინამდვილეში არის მასში მყოფი ბნელი, რომელიც აქამდე ინიღბებოდა. ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვებით, რომელიც ცხოვრებაში არ მქონია და ამას წინად მოხდა ჩემს თავს. ველოდები მარშრუტს, სხვა ქალაქში უნდა წავიდე. ვიღაც უკრაინელი ტურისტი იყო და მეუბნება, შენს თუ მოდიხარ ამ მიმართულებითო, მეო წაგიყოლებო. მე ვთხარი, არ ვიცი, თუ არ შეგაწუხებ, შეიძლება თქო. ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა მარშრუტში ვიჯდებოდი თუ ტაქსში ვიჯდებოდი, მაგრამ ადამიანმა სიკეთე შემომთავაზა და ვარი აღარ უთხარი. დავჯექით ტაქსში და ეს ტაქსისტი, როგორც კი დავჯექი, იწყებს მოусვენრად სკამზე მოძრაობას. თითქოს ცეცხლი შეუნთეს სავარძლის ქვემოდან. უკრაინელი წინ დაჯდა, მე უკან დავჯექი. ჩემს რაღაც საკითხებზე ვფიქრობდი და უცებ იწყებს ეს ტაქსისტი საუბარს. მე რატო არ მითხარიო, რომ წამეყვანეო, მას რატო სთხოვეო? გამიკვირდა ეს რომ მითხრა, უთხარი რომ მე არ მithხოვია ამ ადამიანისთვის, თავად მითხრა რომ თუ გინდა წაგიყოლებო და ვარი აღარ ვუთხარი თქო. გაჩუმდა ამაზე. თან ვერ ისვენებს ერთ ადგილზე გეგონება ტაფას ვურტყამდი თავში. აგზელებს საუბარს. ჩემთვის უნდა გეთქვაო, ჩემთვის უნდა გეთხოვაო, მას რატო სთხოვეო? მომიტევეთ მეთქი, ხომ გითხარით რა მოხდა? რა არის აქ გაუგებარი? ვამძიმებ ადგილს? ადამიანმა გამოიძახა ტაქსი და მე მითხრა წაგიყოლებო. 10 კაცი ხომ არ ჩამჯდარვართ, 2 კაცი ვზივართ და როგორც კი ეს ვუთხარი მშვიდად, რა თქმა უნდა, უცებ მიტრიალდება გაცეცხლებული და დასარტყმელად ემზადება. შეშლილი სახე აქვს თან უცებ და მე საერთოდ არ გამძრეულარ, მშვიდი სახით ვუყურებ და ვეუბნები, დარტყმას ვიპირებ, თქო? ანუ ადამიანს ისეთი შეშლილი სახე ქონდა, რომ პირდაპირ შეპყრობა ქონდა. ადამიანს მე არ ვუყურებდი, რა თქმა უნდა, მის უკან რაც იყო, იმას ხედავდი. რამდენიმე წამი დაჭირდა იმისთვის, რომ გაცეცხლებულიყო და დასარტყმელად მომზადებულიყო. მაგრამ ვერ გაბედა, იმიტომ რომ დასარტყმელად რომ მოემზადა და მომიტრიალდა ორივე ხელით ავტომობილში. მიხვდა რომ საერთოდ არ მეშინია მისი კი არა, ისეთებს ვებრძვი. ხო და გავუგრძელე საუბარი. რა საკეთე? დასარტყმელად ემზადები მეთქე? რის გამო? იყურებს ესე თვალთან გაცეცხლებულია და შენ ვაქო ისო, მოკლედ რაღაცები დაიწყო სიგიჟე. ჩადიო ეხლა აქედანო და სადღაც აჩერებს, რა ვიცი და გააჩერე, ჩავალ მეთქი. მაგრამ ერთი წუთი მომისმინე თქო. ეს თქო, შენზე მეტი ქართველია თქო. გაჩუმდა. გადავედი, კიდე გავუმეორე, ეს თქო, შენზე მეტი ქართველია თქო. გააჩერა მეთქი, ეხლა შემაგინებს და წავა თქო. ხმა არა მოუღია, წავიდა. ესეთი შემთხვევა ცხოვრებაში არ მქონია. კითხვა დავსვი, მეთქი უფალო, რა ხდება? იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში მასეთი რაღაცეები არ ხდება. ფიზიკურად ვერ ბედავენ. ყველა მეკცევა სათნოებით, ქუჩაშიც კი, რადგან ამას ვიმსახურებ. მაგრამ ეხლა მე აგიხსნით რა მოხდა ამ ადამიანში. ამ ადამიანს ყავდა დიდი ბნელი და როგორც კი მე დავჯექი, მისთვის ეს იყო როგორც ცეცხლი მოგიკიდოს ვიღაცამ და ერთ ადგილზე ვერ მოისვენო. გაღიზიანდა შიგნით და ჩათვალა რომ მე ვიყავი ამის მიზეზი. მე გავაღიზიანე ესე ჩათვალა, რადგან ბნელის მართულია და ცოტა აკლდა რომ დაერტყა. ცოტა დააკლდა რომ მუშტით გადმოსულიყო არაფერზე. რატომ თქვენი აზრით? იმიტომ რომ დამთავრდა ძველი დრო, ვინც ბნელშია, თავს ვეღარ იკავებს, კონტროლს კარგავს საკუთარ თავზე. შენი შუქი კონტროლს აკარგვინებს. ის ვერაცნობიერებს რომ ბნელის ქვეშ არის, რადგან გაბრაზდა, გაღიზიანდა და შენს გამო გაღიზიანდა და ფიქრობს რომ შენ გააკეთე ეს. მართულია აბსოლუტურად, ამიტომ დაიმახსოვრეთ, აწი დაწყებულია ეს პროცესი. ადამიანები ვერ შეიკავებენ თავს, უცხო ადამიანები განსაკუთრებით და კოშმარების კეთებას დაიწყებენ გარეთ და თქვენ ამას არ უნდა აყვეთ. ეს რაღაც სიმხდალის ნიშანი კი არ არის, ან ვაჟკაცობის ნაკლებობა კი არ არის. ეს არის საღი აზრი. ეს ადამიანები არიან ტერორისტები პირდაპირ. მართლა გეუბნებით, აი შახიდები. აზრი არ აქვს იქ მორალის დასაბუთებას, შენი ღირსების დასაბუთებას. იქ ადამიანი არ არის იმ მდგომარეობაში, რადგან მორჩა ადამიანები იწყებენ არასტაბილურად
აბსურდულად და არაკომპეტენტურად და არაადამიანურად მოქცევას, რადგან ვეღარ აკონტროლებენ ამას. ის ფიქრობს, რომ შენ ხარ მისი მტერი, ემოციით აგიქვამს, რაც განიცადა შენი დანახვის გამო, შენი თითქოს რაღაც მოქმედების გამო. არ აქვს არანაირი გაცნობიერება, პირდაპირ არის მონა. მაგრამ როგორც კი გამოდის ამ მდგომარეობიდან, წავა სახლში, შვილებს ჩაიხუტება, დაჯდება სუფრაზე, აწევს ჭიქას სამშობლოზე, მართლმადიდებლობაზე, სიყვარულზე და ამ ყველაფერზე. გესმით? ის ყოველდღიურ ყოფაცხოვრებით ამბებშია გაჭედილი, ფულის ადიშო სამსახურში, მეტი არაფერი არ აინტერესებს, ღმერთზე ვერ ფიქრობს, გარემო პირობაც აწვება და ბნელშია სრულად. რაც უფრო დიდი შუქი გაქვს, მით უფრო ასეთ ადამიანს აღიზიანებს. იმიტომ რომ შენი შუქი მის ბნელს ცუდად ხდის. შენი შუქი მისი ბნელისთვის არის შეურაცხყოფა. ამის გამო ცუდად ხდება ეს ადამიანის და მიზეზი ხარ შენ მისთვის. აფექტის მდგომარეობაშია. ეს უკვე დაიწყო. გესმით? ის კი არა რომ დაიწყება მალე, უკვე დაიწყო. ამიტომ იყავით ყურადღებით, მოერიდეთ, განერიდეთ, განეშორეთ. ასეთმა ადამიანმა შეიძლება გარდაგცვალოს. ჩაგარტყას თავში რამე, დაგაინვალიდოს და ეს ყველაფერი. მერე მოინანიებს, მაგრამ შენ უკვე დაამთავრებს შენს ვიწიერ ცხოვრებას. ვერაფერს იქ შენ ვერ გაარკვევ, კაცურს, ქალურს, ღირსეულს, ღვთიურს. მართულია, აფექტშია, თან წამებში. ის ინანებს მერე, მაგრამ რა აზრი აქვს, მერე რას ინანებს, როცა შენ ამას გაგიკეთებს. ან შენ გაგაკეთებინებს ამ ბოროტებას. თქვენ ეხლა რაც მოგიყევით ტაქსისტზე, ალბათ იფიქრებთ, რომ ეს მიზეზი ქონდა, ის მიზეზი ქონდა, მერწმუნეთ, ყველაფერი მინახავს მაქსიმალურად ცხოვრებაში. 90-იანები გავიარე, მინახავს ბევრი რაღაც. ისეთები მინახავს, რომელიც ბევრს არ უნახავს. მინახავს. გესმით? მაგრამ რაც მან გამოავლინა და მის უკან რაც იდგა, რაც ის დავინახე, თქვენ ამას ვერ ხედავთ, თქვენ ხედავთ ადამიანს. ეს არის რეალობა, დღევანდელი რეალობა, რაც კარებზე მოგვადგა. და ეს უბრალოდ ჯერ ჭინთვებია, ეს დასაწყისია. მეორე შემთხვევას შევესწარი. მარშრუტში ვზივარ და მარშრუტის მძღოლი ძალიან კარგი ადამიანი. ჩვეულებრივი სიჩქარით მოძრაობთ და უცებ ვიღაც სადღაც ავტომობილიდან, გვერდით, ჯიპიდან გაცეცხლებული, გამწარებული შუა გზაში მარშრუტს. გზა გადაუკეტა, აი ჰოლივუდის ფილმებში რომ არის. ლამის ამოგვაყირავა, გადმოხდა მანქანიდან და მძღოლს გაუღო კარები და პირდაპირ დედის გინება დაუწყო. აი პირდაპირ ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე, ახსნის გარეშე, ყველაფრის გარეშე, გაცეცხლებული, გაგიჟებული. რაღაცას ედავება ისე რატო არ გააკეთე, როგორც უნდა გაგეკეთებიაო, რატო არ გამატარეო და თავად ისეთ საფრთხეში ჩაგვაყენა, რომ ლამის ამოგვატრიალა, პირდაპირ გაუსწრო და გადაუკეცა მარშრუტის მძღოლს. წინამხარე და გადაკეტა გზა და ლამის ამოგვაყირავა, თავად ისეთი კოშმარი გააკეთა, მაგისთვის დასაჭერი იყო. ქართველს დედა ისე შეაგინა, ყოველგვარი დაწყების, გაღიზიანების გარეშე, პროცესის დაწყების გარეშე, ესეთი რამე ცხოვრებაში არ მინახავს, რომ დედა შეაგინა, ვითომ გაამთქნა, ვითომ ამერიკელი მადაფაკა იყოს. ქართველს დედა ისე შეაგინა, ვითომ არაფერი მომხდარა. თან გაცეცხლებულია, ცოტა აკლია რომ მოახრჩოს. და ძღოლი გაკვირვებულია, გაოცებულია, თან არ იცის რა ქნას, ვერ გაიგო კაც პირველად შეაგინეს დედა ესე. და ბევრი რო არ გავაგრძელო, ავდექი და მეთქი შენ რას აკეთებ აქ? ვინგონია შენი თავი მეთქი? გამიღებ ძღოლს ვეუბნები კარები ერთი წუთი თქო. რო ამ კაც დაველაპარაკო, გამოვაცალო და ჩახტა მანქანაში და გაიქცა. ხალხო, გააცნობიერეთ რომ ეს რაც ხდება, ეს არ არის უბრალო გაბრაზდა, მიზეზი ქონდა, ეს ქონდა, ის ქონდა. ხალხი კარგავს საკუთარ კონტროლს. 90-იანებში ერთმა ახალგაზრდამ გათხოვილ ქალს შებმა დაუწყო გაჩერებაზე. ჩვენს უბანში. ამ გოგო მუთხრა რომ ქმარი მყავსო, არ გინდაო, ამან გაუგძელა. მოკლედ მისმა მეუღლემ შავი გაგების წარმომადგენელი იყო. იმ უბანს იცავდა. გამოიყვანა შვა უბანში და ცემა ისე რომ ყველა მხრიდან სისხლი მოდიოდა, ცხვირიდან, წარბიდან, ყველა მხრიდან. და პოლიცია არავის გამოუძახებია. მე არ მივესალმები მასეთ რაღაცას, მაგრამ იმ დროისთვის ეს იყო საჭირო. რატომ? იმიტომ რომ 90-იანებში ჩვენ რომ ცხოვრობდით, ყველანი ვიყავით დაცულები. შუქი არ იყო, არც ვიდეო თვალი არ იყო, არაფერი არ იყო და კრიმინალი არ ხდებოდა. რატომ? იმიტომ რომ კვილებით იცავდნენ, აი ესეთ ფორმით, აი ესეთი მოძალადეებისგან და ესეთი რაღაცებისგან ვეღარ ბედავდა მერე სხვას. მაგრამ ეს ცალკე წახნაგია იმ პერიოდისთვის, მე ვფიქრობ, მასეთი მომენტი, ყველაფერი არა, მასეთი მომენტი საჭირო იყო. ჩვენ ვიყავით დაცულები. არც ბავშვებზე ძალადობდნენ, არაფერი არ ხდებოდა ბოროტული, იმიტომ რომ ყველა მიცოდა რა ელოდა. ეს სხვა წახნაგია. ძალადობას არ მივესალმები, მე არ მიჩხუბია ხელით, საუკუნეა აღარ მახსოვს, მაგრამ არავის არ უტარებ. ეს სხვა წახნაგია. მაგრამ რისი თქმა მინდა, ესეთი რაღაცეები ხდებოდა, იმ დროსაც კი არ მინახავს, რომ ვინმესთვის ესე უპრაგონოდ, ჰაერზე, უცებ, გაგიჟებული დედა ვინმეს შეეგინებია, არ ხდებოდა ესეთი რაღაცა. იმ დროსაც კი რაც მაგალითი მოგიყვანეთ, მაგ დროსაც კი არ ხდებოდა ეს რაღაც. და ამან დედა ისე შეაგინა, გეგონება მიესალმა. ქართველს თან
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს ფუნდამენტური საფუძვლები. ძირითადი ფუნდამენტური საფუძველი არის ის, რომ ადამიანები ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ თავს, რომლებიც ბნელში არიან. მოდი, მეორე წახნაგსაც განვიხილავ. ძირითადი წახნაგი ეს არის. ეს ელოდება ყველას, ვინც ბნელშია. უბრალოდ ვეღარ შეიკავებენ თავს, ნიღაბს ვეღარ იკეთებენ. მეორე რა არის? ეს ადამიანი გადის და კომენტარებში აგინებს დედას ვიღაცას. ანუ ადამიანები მიეჩვივნენ კომენტარებში ერთმანეთის გინება, ფურთხებას და ფიქრობენ, რომ ეს არაფერი არ არის. ფიქრობენ, რომ კომენტარში თუ შეაგინებს, ლაივში არ შეაგინებს. შენ მიეჩვიე უკვე ადამიანის ფურთხებას, ლაივში იქნება ეს, აზრში იქნება ეს, თუ პირდაპირ ეტყვი, მნიშვნელობა აღარ აქვს. შენ ეცემი ყოველ ამ მოქმედებაში და ეს ადამიანები, რომლებიც იგინებიან კომენტარში დედას, იფურთხებიან და ამ ყველაფერს აკეთებენ, ესენი აკეთებენ ადამიანთან მიმართებაში. ღმერთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, შენ ფიზიკურად გააკეთე თუ ისე, რადგან ორივე ერთნაირი ტოლით ითვლება. და მერე გამოდის და პირდაპირ აგინებს ადამიანს. იმ მძღოლმა მოითმინა. ვიღაცა ვერ მოითმენს, აიღებს არმატურას, იქ ჩადებული აქვს გვერდით ყველა მძღოლს და ჩაარტყამს თავში. ამ ადამიანსაც დაღუპავს და თავსაც დაიღუპავს. ამიტომ განერიდეთ. არ არის აქ საკითხი თქვენ ვაჟკაცობაზე, თქვენს ღირსებაზე, თქვენს ვაჟკაცობაზე არ არის საქმე. საქმე არის იმაში, რომ ადამიანები იწყებენ შეშლას, რომლებიც ღვთიურობაში არ არიან, რადგან ვერ უძლებენ ამ ყველაფერს უკვე. დედამიწისთვის უკვე ხდებიან უცხო სხეული, ესეთი ადამიანები. და უცხო სხეული რომ ხდებიან, ჭკუიდან გადადიან, ბნელს ექვემდებარებიან პირდაპირ. ამიტომ კარგად დაუკვირდით, რას ამბობთ და რას ეჩვევით სხვა ადამიანებთან მიმართებაში, კომენტარში, ინტერნეტში, ვირტუალურად თუ ასე შემდეგ. ყველგან მოიქეცი ღირსეულად, თორემ შემდეგ ეს ვლინდება გარეთ და გარეთ შენ არავინ არ გაგიტარებს ამას. ვიღაც იმ კაცს ადრე თუ გვიან დაღუპავს და ვინც დაღუპავს, ისიც თავს დაიღუპავს. ის არის შახიდი, ორივეს აგაფეთქებთ. ყველაფერს რომ თავი დაანებო, შენ რომ იმ მძღოლს შეაგინე, დედა, იმას მთელი ცხოვრება დარჩა ეს ტკივილი გულში. იმიტომ რომ ძმაო მაგკაც ესე არ აგინებენ დედას. დედას არ იგინება ქართველი ფუნდამენტური მიზეზის გარეშე. ჯერ დედა ისედაც არ უნდა შეიგინო, მაგრამ ფუნდამენტური მიზეზის გარეშე ცოტა საკუთარ თავს ისიც მაინც მიეცი, რომ აღელვდე, იმან გითხრას რამე, შენ უთხრა რამე, რაღაც საფუძველი მაინც მოიჭიდე თავში, ხო? იმ კაცში იმხელა ტკივილი იყო, იმიტომ რომ დედაში აგინეს ესე ჰაერში, პირდაპირ თან მოუწია ამის გადაყლაპვა, რადგან შემოგხედა და მიხვდა, რომ ძალიან კოშმარში ხარ და ან უნდა მოგკლას, ან უნდა არ გითხრას არაფერი, ანუ რამე რო გითხრას, ან უნდა მოგკლას. ორი გზა აქვს, ან უნდა მოგკლას, ან უნდა გაჩუმდეს. და გაჩუმდა ის კაცი, ღმერთი აირჩია, გაუმარჯოს იმ კაცს, ღმერთმა დალოცოს ის კაცი, მაგრამ შენ რომ მას დედაში აგინე, ქართველს რომ აგინებ დედას, შენ საქართველოში ხარ, ამერიკაში ხო არ გონია თავი დედის გინება რომ მიღებულია. ქართველმა ქართლის დედის ძეგლი დადგა 1000 შენი სიმაღლის. ვერ ხვდები, რომ დედა საერთოდ არ უნდა შეიგინო, ჯერ აქედან დავიწყოთ და მეორე უპრაგონოთ არ უნდა თქვა, არც კაცურში ზის, არც ღვთიურში ზის, არც სოციალურ მოქმედებაში ზის, არაფერში არ ზის, ბოროტში ზის. მორჩა აღარ ჭირდება მიზეზი, პირდაპირ ფეთქდება პირდაპირ, აი დაგინახა და გააქტიურდა ასაფეთქებელი მექანიზმი, აფეთქდა. ეხლა მთავარია შენ განერიდო ამ დარტყმით ტალღას. იმიტომ კი არა რომ გეშინია, არა, იმიტომ რომ საღი აზრის ხარ. ესენი არიან მახინჯის მთესველები, რომლებსაც უნდა მოერიდო, თორემ თუ აყევი შენში დათესავს ამ მახინჯს და მე ამ თესლის ამოძირკვა შენიდან რთული იქნება. ან შეიძლება საერთოდ ვერ ამოძირკვა, ისეთი რაღაც გაგაკეთებინოს და დიდი ალბათობით შენ გახდები იმ თესლის ნაყოფი. თუ უპასუხებ, რადგან ისეთ ბოროტებას გაგაკეთებინებს, ვერ ამოძრები მაქედან. ეს ადამიანები ისე ფეთქდებიან, როგორც დაგაცემინოს და ვერ აკონტროლებთ ცემინებას. როგორც კანკალი აგიტყდეს სიცივეზე და ვერ აჩერებ კანკალს. არ აქვთ კონტროლი, უცებ ფეთქდება, ინსტინქტურ დონეზე იღვიძებს ბნელი და პირდაპირ ბნელი გელაპარაკება და ბნელი პირდაპირ ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რასაც მოასწრებს, რომ გაგიკეთოს, გაგაღიზიანოს, გამოგაგდოს მდგომარეობიდან, რამე ჩაგარტყმევინოს იმ ადამიანში, თავში. მასეთ ადამიანს რაც არ უნდა ეცადო, რამე აუხსნა, დაანახო, გააგებინო, აზრი არ აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც დგას ეიფელის კოშკის წინ, ვერ ხედავს ეიფელის კოშკს და შენ ეუბნები, აი ეიფელის კოშკი, კაცო. და ის გიყურებს, გიჟი ხარ? რა ეიფელის კოშკი? არაფერი არ არის აქ, იტყუები გეუბნებ. მასეთ ადამიანი, რომელიც პირდაპირ მოდის აფეთქებით, რადგან ბნელი მართავს, იქ ადამიანი არ არის და ბნელია და ბნელს არ აინტერესებს შენი არგუმენტები. მას სურს, რაც შეიძლება მეტი შეურაცხყოფა მოგაყენოს, დაგამციროს, რომ ისეთი ცოდვა ჩაგადენინოს, რომ ვერ გამოისყიდო. ბნელის თესლის დათესვას ცდილობს ის იმ მომენტში შენში და შენ თუ უპასუხებ, ჩათვალე რომ დათესა უკვე და ამოღვივდება მერე შენში ეს თესლი და მერე შენც ბნელი გახდები. აბა ეხლა კაც რომ არმატურა
ყველას ჩაარტყამ თავში. ისეთი რაღაცა გითხრა, მასეთი რაღაცა არასოდეს არ უთქვამ, შენთვის არ გაუკეთებია, არასოდეს და ვერ იჯერებ, რომ ეს ხდება შენს თავს ისე გამწარებს და შენ ვერ ხვდები რა ხდება. ეს ხდება. შახიდი მოგადგა და გეუბნება დააჭირე ღირაკს ხელი და აუფეთქდეთ ორივეო. შენ უნდა გაეცალო. ადამიანები ისეთ ლაპარაკს დაიწყებენ, რომელი ლაპარაკიც მათი პირიდან თქვენ არ მოგისმენიათ. იქამდე თუ თავს იკავებდა და არ ამბობდა, უკვე პირიდან გამოუვარდებათ. რაღაც კოშმარს გეტყვის შეხედულებაზე, ადამიანებზე, რომელიც აქამდე არ უთქვამს, რადგან ნიღაბი ქონდა სახეზე და ეხა ამ ნიღაბს ვეღარ ინარჩუნებს და პირიდან ვარდება მცემინებასავით. ამ ცი რო დააცემინო და ისე უვარდებათ ბნელი უკვე პირიდან ადამიანებს. და შენ გაკვირვებული ხარ ესეთი რამე რანაირად თქვა. ვერ ხსნი რომ აქამდე ეს არ უთქვია, როდის იყო ეს ადამიანი ესეთი, როდის ლაპარაკობდა ამას, ის ყოველთვის ისეთი იყო. უბრალოდ ნიღაბს იკეთებდა და ეხლა ვეღარ იკეთებენ ნიღაბს. გარეთ გამოდის სიმართლე, ყველაფერი გამოდის გარეთ. ყველგან და ყველაფერში სიმართლე გამოდის გარეთ. და რაც არის იმას ღვიშვებს პირიდან. ამიტომ ადამიანები გამოჩნდებიან ნაცნობები, რომლებიც ისეთ კოშმარს იტყვიან შეხედულებებში, ამ ყველაფერში მოქმედებებს რომ თავი დავანებოთ. რომ გაუცებული იქნებით და ნუ იქნებით გაუცებული. ის იმას ფიქრობდა ყოველთვის. მასში იყო ეს ყოველთვის უბრალოდ ნიღაბს იკეთებდა და ეხლა უკვე ნიღაბი ძვრებათ. ვეღარ იკეთებენ ნიღაბს. გამოუვარდა პირიდან ფეკალია და უცებ გააცნობიერა, ოიმე ეს რა ვთქვი. ისევ ეცადა გაიკეთოს ნიღაბი. სხვა დროს ისევ გამოუვარდა და უკვე ისე გახშირდება ეს ნიღბის ჩამოვარდნა, რომ უკვე პირდაპირ ილაპარაკებს ბოლოს ბნელს და გააკეთებს ბნელს და ვეღარ გააჩერებს. თუ არ შეცვალა რამე შიგნით. ეს ელოდება ყველას. ან ღვთიურობა და ძალებში ყოფნა და კარგად ყოფნა, ან ისე დაცემა, რომ გამოკეტავენ ცოფიანი ზაღლივით. ამიტომ მალე ისეთი ადამიანები დაიწყებენ სახის გამოვლენას, რომლისგანაც არ ელოდებოდით. ამიტომ მოერიდეთ მაგ ადამიანებს, გაეცალეთ, მშვიდში იყავით, თქვენი მშვიდი არავის არ მიცეთ, ვინმე თუ მანქანით გადაგისწრებს და გამოგეკიდება და ეს ყველაფერი ყურადღება არ მიაქციოთ, ეს ამბები მოხშირდა უკვე. უამრავი მწერს ამას უკვე. ის კი არა რომ მე შევესწარი და მე ვესწრები. უამრავი მწერს, რომ ადამიანები რაღაცა იმართებათ. ეს არის ჯერ დასაწყისი, ჯერ ვერ ამჩნევს ხალხი. მალე უკვე საინფორმაციოებში გამოჩნდება ეს ინფორმაციები. გაგიჟდა, გადაიკეტა რაღაც ვირუს დააბრალებენ თავიდან. რაღაცა ხდება ადამიანში და ბოლოს უკვე მიხვდებიან იმას, რასაც მე ვამბობ. ამას დრო დაჭირდება, მაგრამ ნენელა მოხდება ისე, რომ ჯერ ვერ შეამჩნევენ, მაგრამ მე უკვე ისეთ სახეს მიიღებს. საინფორმაციოები ყველა ამაზე ილაპარაკებს, რა ხდება, როგორ უშველოთ და ბოლოს მივლენ ამაზრამდე. ბოლოს მივლენ, რომ თურმე უნდა განიწმინდონ და მე უკვე ყველა დაიწყებს მუშაობას. მაგრამ ზოგისთვის იქნება გვიანი, რადგან დროში ვერ ჩაეტევა, ზოგი ჩაეტევა დროში, ზოგი დიდ ძალისხმევას დახარჯავს და მოკლე დროში ჩაეტევა, ზოგი არ დახარჯავს დროს და ასეთ მდგომარეობაში იქნება და ძალიან დიდი სირთულე გველოდება და ამისთვის გამზადებთ გამთლიანებაში, რომ რატომ გიძახით, მშვიდი იყოს თქვენში, მშვიდი იყოს თქვენში, აკვიატება კი არ მაქვს რაღაც კაცო. რაღაცას გეუბნებით, იმიტომ რომ ვიცი რა ხდება და რაღაცეები ვიცი. თავდაბლობით გეუბნებით მაქსიმალურად რაღაცეები ვიცი. შავი მაგი ხო არ ვარ, წინასწარმეტყველებები დაგიწყოთ ლაპარაკი და ამით დაგიჭიროთ. ოხ, დღეს ის მოხდება, ხვალ ის მოხდება, ხვალ მზიდან მზეში გადავა და ეს მოგივა. არ ვაკეთებ ხალხო ამას. მარტივენით გაიგეთ რაღაცას გეუბნებით. შვიდში იყავით, არავის არ აყვეთ, ღმერთს კითხე გულში, ღმერთო როგორ მოვიქცე და ღმერთი გეტყვის ყოველთვის შვიდში იყავი შვილო. გამოეცალე. არ მიცე შენი მშვიდი არავის. ღმერთთანი არე და გადარჩები.